დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 17 მარტია, ორშაბათი ეთერში ერთსულნების დილა, კახა მთიაშვილთან და სოფიო კუჭავასთან ერთად. ყველას მშვიდობიან დღეს და სამშაბათო კვირას გისურვებთ. მოგესალმებით ყველას, მადლობა რომ გიყურებთ. აქ სარგებლო ჩემთხოვით და ჩვენს რაგბისტებს ულოცავთ ამ შესანიშნავ წარმატებას, გამარჯვებას, დამაჯერებულ გამარჯვებას. უსურვებთ წარმატებებს, ძალიან გაგვახარეს და ძალიან გვახარებენ და გვაერთიანებენ ხოლმე და სულ გამარჯვებები ჩვენს რაგბის ნაკრებს, ჩვენს სპორტსმენებს და ჩვენ ქვეყანას ცხადია. ახლა ამის პროგნოზი მოვისმენოთ და შემდგომ უკვე ანონსს წარმოგიდგენთ და ჯან ანონსი პირველ რიგში უпростоრად შემდგომ კალენდარი მოვისმენოთ. კალენდარი. შემდგომ ანონსი და შემდგომ ამდის პროგნოზი. მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს გერასიმე იორდანელს, წმინდა მოწამეებს პავლეს და იულიანას, ღირს იაკობ მმარხველს, წმინდა გრიგოლს, კვიპრელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელი წმინდანების მფარველობა არ მოხდებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, შემოგთავაზებთ ანონსს, თუ იქნებიან ჩვენი სტუმრები, რა თემებზე შევაჩერებთ ყურადღებას. გადაცემის პირველ ნაწილში, რა თქმა უნდა, შემოგვიერთდება მოძღვარი ეკლესიური ცხოვრების შესახებ ვისაუბრებთ მასთან ერთად. შემოგვიერთდება ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე. ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა. კონფერენცია განხორციელდა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ხადას ხეობა, უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთებიან სტუმრები, ბატონი გელა ქისაური, წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი და მარიამ ხინთიბიძე, პროექტის კოორდინატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი. სახელობო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ამ სახელწოდების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას აბრეშუმის ქარხნის საგამოფენო სივრცეულმა სპინძლა. უფრო დეტალურად კი სიუჟეტიდან, რა თქმა უნდა, ნინი გელაშვილი მოგუყვება. და დღეს ღვთიური არაჩვეულებრივი გალაქტიონ ტაბიძის ტრაგიკულად გარდაცვალების დღეა. ჩვენ ცხადია გავიხსენებთ ამ გენიალურ მოვლენას, არა მარტო ქართული პოეზია, ალბათ სოფლიო პოეზიის და მის ცოცხლის უკანასკნელ დღეებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარი კი იქნება ქალბატონი ნანოხოფერია, ავტოგრაფის დამფუძნებელი, სტუდია ავტოგრაფის დამფუძნებელი, კინოდოკუმენტალისტი, გალაქტიონის სახელობის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, რომელიც გახლავთ ასევე არაერთი ფილმის ავტორი გალაქტიონის და მასთან ერთად გავიხსენებთ ამ გენიას, ამ მოვლენას. ახლა კი ნამდვილად შეგვიძლია ამინდის პროგნოზი მოვისმინოთ, სამწუხაროდ საჩემო ამინდები ილევა ნელ-ნელა. დღეს კიდევ მაქვს რამდენიმე საათი იმის რომ დავთქვი, მაგრამ იწყება საშენო ამინდები. თუმცა დღეს სიმშვიდეა და მოკლედ უბრალოდ სინოპტიკოსები გვეტყვიან როგორი ამინდი გველოდება.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი საბა ჭიკაიძე. დილომშვიდობის მამასაბა. დილომშვიდობის. ჩვენი თემა, სასაუბრო თემა დღეს გახლავთ ეკლესიური ცხოვრების წესი. აი პირველი კითხვა ესე მინდა მოგმართოთ, რომ რა განსხვავებაა მორწმუნეობასა და ეკლესიურ ცხოვრებას შორის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანს რო გკითხოთ არის მორწმუნე. და ღმერთის წამს, ღმერთი რო არსებობს და ქრისტიანია. თუმცა ჩვენ დღეს საუბრობთ ეკლესიური ცხოვრების შესახებ. რა განსხვავებაა და რას გულისხმობს ეკლესიურობა, ეკლესიური ცხოვრება? მოგესალმებით. ფიქრობ აქტუალურია ეს შეკითხვა და ეს თემაც, რაზეც გადაგვიწყვეტია დღეს საუბარი. იმიტომ რომ ბევრი ვერ არჩევს, ბევრს უკითხავს მაგალითად ჩემთვის რომ ღმერთი ხო ხედავს რომ მე მწამს, ღმერთი ხო ხედავს რომ მე გულში უფალი მიყვარს. მორწმუნე ვარ. რატომ არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრების წესი? რატომ უნდა შევასრულო მე ეს რაღაცა წესები და ასე შემდეგ. ოდი ცოტა შორიდან მოვული. მე ვთვლი რომ ადამიანი როდესაც უფალმა ქვეყანას მოვლინა, უპირველესი დანიშნულება რაც მისცა მას ეს იყო ღვთისმსახურება. ადამიანი არის უპირველეს ყოვლისა ღვთისმსახურებითი არსება. ადამიანი უნდა ემსახუროს უფალს. რა არის უფლისადმი მსახურება? ეხლა მოდი ჩავშალოთ ეს პირდაპირ როგორ ჯაჭვი ისე მიყვება ეს ყველაფერი ერთმანეთს. როგორ უნდა ემსახუროს ადამიანი უხილავ ღმერთს? დავსვით შეკითხვა, ხო? რაზეც თავად უფალი პასუხობს, რომ თუ შენ ხილული მოყვასი არ გიყვარს, ისე უხილავ ღმერთს ვერ შეიყვარებ, ხო? მატყუარაო ივანე ღვთისმეტყველი გვეუბნება ის ადამიანი, რომელიც იბრალებს რომ ღმერთი უყვარს და მას თავისი ძმა არ უყვარს, თავისი ხილული გვერდზე მყოფი ადამიანი. რატომ არის ეს ასე? ნახეთ, იმიტომ რომ სიყვარული არ არის იული, სიყვარული რთულია. სიყვარული მოითხოვს საკუთარი თავის უკანა პლანზე გადაწევას და იმ ადამიანის წინ წამოწევას, ვის სიყვარულსაც იჩემებ და პრეტენზია გაქვს მასზე, რომ ის გიყვარს, ხო? შორიდან სიყვარული ვინმესი ძალიან იულია. მაგრამ ეს სიყვარული არ არის, ეს თავის მოტყუება. სიყვარული ვლინდება იქ და სიყვარულს ასპარეზი ეძლევა სწორედ იქ, სადაც არის ერთობა, სადაც არის თანაცხოვრება. ამიტომ არის რომ ყველაზე ახლო ურთიერთობებში ყველაზე რთულად გამოსავლენია ეს სიყვარული ცოლქრულ ურთიერთობებში, უპირველეს ყოვლისა ოჯახურში, ახლო მეგობრულში და ასე შემდეგ. რაც უფრო ახლო ურთიერთობა, რაც უფრო ჭიდრო ურთიერთობა უწევთ ადამიანს, მით უფრო ძნელია ეს ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ახლო ურთიერთობაში აუცილებლად ზედაპირზე ამოდის ადამიანის ნეგატიური მხარე, რომლის ტვირთვაც გიწევს შენახეთ, აი ტვირთვა არის სიყვარული. და ტვირთვა არ არის რაღაცა ერთჯერადი პროცესი, რომ ერთხელ მოითვინო და მერე უთხრა, რომ ან 10 ჯერ და 2 წელი და 3 წელი. არა, ტვირთვა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი მიიღო და შეიყვარო ისეთი, როგორიც არის. და იტვირთო ისეთი, აი ნახეთ, აი მიიღო ის ადამიანი არა ისეთი, როგორიც შენ გინდა და შენ წარმოგიდგენია მისი საუკეთესო ვერსია, არამედ ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის. თავისი ნაკლით, თავისი ღირსებით, თავისი სუსტებით, ყველაფრით აბსოლუტურად. ეს იული არ არის რთულია, იმიტომ რომ ადამიანს ხშირად საკუთარი ნაკლოვანებების ტვირთვა უჭირს, არათუ სხვის. და ეხლა მე კიდე სხვისი ნაკლოვანებები, და ეს ნაკლოვანებების ტვირთვა რაც გულისხმობს, ნერვს მოგიშლის, ცუდად მოგექცევა, უკმეხად მოგმართავს. რაღაცა აი რავი შეიძლება უცებ გაკიდოს, გაკცვალოს, აი რაღაც ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს, აი გამოავლინოს თავისი სუსტეები. და შენ აი კონკრეტულ ყოველ ესეთი ჯერზე დგები არჩევანის წინაშე, რომ რა გააკეთო, შენ ამას მიუტევო, თუ შეეშვა და დაანებო თავი და დათმო ეს ადამიანი იმის გამო, რომ ის შენი კომფორტის ზონას არ ღვევს და ნერვებს გიშლის რა. სიყვარულისკენ მაშინ დგავ ნაბიჯს, როდესაც შენ ტვირთულობ ამას და როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ მიიღო ის ადამიანი და იყოს ესეთი, როგორიც არის, და აი გამობრაზოს ნერვები მომიშალოს, არა, მე ეს ადამიანი მიყვარს. მე მინდა ეს ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი არჩევანია, რომ ეს ადამიანი მინდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და მინდა რომ ვიტვირთო ისეთი, როგორიც არის. აი ნახეთ, ეს არის სიყვარული. ამას გვასწავლის უფალი, ამისკენ მოგვიწოდა. მე დავიწყებთ, რომ ღვთისმსახურებითი არსებაა მეთქი ადამიანი, ხო? ადამიანი ღმერთს ემსახურება მაშინ, როცა ემსახურება ადამიანს. იმიტომ რომ ხილული ადამიანია, ღვთის ხატი ჩვენთვის ადამიანია. მე თუ კახა ვერ შევიყვარე, მე თუ სოფო ვერ შევიყვარე, ისე მე ღმერთს ვერ შევიყვარებ, მე ვერავინ ვერ დამიჯერებს იმას, რომ მე ღმერთი მიყვარს. ვერავინ ვერ დამიჯერებს. არც დამიჯერებს და არც იქნება ეს სწორი.
იმიტომ რომ შეუძლებელია კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც ივანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ გიყვარდეს ის, ვინც არ გინახავს, თუ მისი ცოცხალი ხატი არ გიყოს შენი ადამიანი შენსავით, ღვთის ხატად დაბადებული ადამიანი თუ ვერ შეიყვარა, ის ღმერთს ვერ შეიყვარა. ეხლა ნახეთ. ესე იგი, სიყვარულით აღვასრულებს ჩვენ ღმრთისადმი მსახურებას, ხო? შეუძლებელია რომ ადამიანს სიყვარული არ ქონდეს მყოსისა და ის ღმერთს ემსახუროს. მე ხშირად მithქვამს ხოლმე ესეთი რაღაცაც, რომ ყოველი ადამიანი მოწოდებულია ღმრთის მსახურებისთვის თავისი არსით. მიუხედავად მისი პროფესიისა, თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ზოგს გონიათ, ეხლა ღვთისმსახური მარტო სასულიერო პირი, ასე არ არის. მე პირიქით გეტყვით მაგალითად, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც კი არის ოფიციალურად სასულიერო პირი და ხელდასხმული მუდლობისთვის, მაგრამ შეიძლება ის ღმრთის მსახური არ იყოს. სწორედ იმის გამო, რომ ის ღმერთს ვერ ემსახურება, იმის გამო, რომ მას ადამიანები არ უყვარს. ვერ უყვარს, როგორც რაღაცა გარკვეულ სამსახურს, როგორც გარკვეულ ის მსახურებას კი არ აღასრულებს ღვთის წინაშე, როგორც სამსახურში ისე მოდის ეკლესიაში, რომ იცის, რომ იქ რაღაც ხელფასი უნდა აიღოს და ამიტომ რაღაც ოჯახი უნდა გამოკვებოს. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა სასულიერო პირისათვის, ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისაგან. მადლობა უფალს, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ღირსეული და კარგი სასულიერო პირია, რომელთაც სწორად ესმით ღვთის მსახურების არსი. და ნახეთ, შეიძლება პირიქითაც იყოს, შეიძლება ადამიანის სულაც არ იყოს საეკლესიო პირი, სასულიერო პირი, ხელდასხმული, მაგრამ იყოს ის ღვთის მსახური. თუ კი სიყვარულით, თუნდაც თავისი პროფესიით და ზოგადად თავისი ცხოვრების წესით ემსახურება უფალს. აი ესეთ შემთხვევაში ის ღვთის მსახურია. და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, უფალს ემსახურების სწორედ იმ დროს, როდესაც შენ ადამიანებს ემსახურებ. ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ერთ-ერთ ოჯახში თქვა ესეთი ფრაზა, რომელიც მე დამამახსოვრდა ძალიან, რომ მე ვფიქრობ, რომ ერთ სადღეგრძელოში თქვა მანეს. ყველაზე აღმატებული ფორმაო ცხოვრებისა, ეს არის მსახურება. როდესაც შენი არჩევანია, კი არა რომ ვიღაცა იძულებით გაიძულებს რომ მას ემსახურო, არა, ამას მონობაქვი, არა. როცა შენ შენით ირჩევ ამას, რომ შენ ემსახურო სხვას, ეს არის შენი არჩევანი. შენ ხედავ შენ ცხოვრების აზრს ამაში, რომ შენი ცხოვრებით სხვას ემსახურო. რატომ? იმიტომ რომ ღმერთია ასეთი. ნახე, შენ ღმერთს სწორედ მაშინ ემსგავსები, როდესაც მსახურებას ირჩევს და უბარა სწორედ საიდუმლოსერობის ჟამს უფალმა, ხო? მოციქულებს რა გააკეთა, ფეხები დაბანა, მან და უთხრა, რომ მე ახლა თქვენ მაგალითი მოგეცთ, მე ღმერთმა უფალმა თქვენმა შემოქმედმა, თქვენ დაგბანეთ ფეხები, ანუ რა გავაკეთე? თქვენ მოგემსახურეთ. თქვენც ესე უნდა ემსახუროთ ერთმანეთს და თქვენც ესე უნდა ემსახუროთ ადამიანებს. ამ დროს ემსგავსება ადამიანი ღმერთს. ამ დროს აღასრულებს ის ღვთისმსახურებას. ეხლა მივიდეთ ჩვენ შეკითხვასთან, ხო? რისთვის არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება? ეკლესია იმ გაგებით, ეხლა მოდი ვთქვათ, ზოგადად ეკლესია ნიშნავს მორწმუნე ადამიანთა კრებულს, ეკლეოს ნიშნავს გარედან შიგნით მოიხმობ, ხო? ანუ ეკლესია მოიხმობს ყველა ადამიანს აი ამ ერთობაში, ღვთის სიყვარულით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობაში, ხო? ეკლესია თავისი არსით სწორედ ეს ორგანიზმია, რომელიც ერთობით ადიდებს უფალს. ეკლესიაში აღესრულება ღმრთის მსახურება ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით. იმიტომ რომ ტარდება სამადლობელი წვენი, მსხვერპლი შეიწირება ღვთის წინაშე. ამ მსახურებას ორგვარად ეწოდება ბერძნულად. ერთი არის ლიტურგია, რომელიც ნიშნავს საზოგადო მსახურებას და მეორე გახლავთ ევქარისტია, რომელიც ნიშნავს სამადლობელს. საზოგადო მსახურება, იმიტომ რომ ამით ხაზს უსვავს ეკლესია, რომ ღვთისმსახურების დროს, წირვის დროს მხოლოდ მღვდელი და საეკლესიო პირები არ არიან ამ მსახურების აღმასრულებელნი და ამაში მონაწილეობს ყოველი მორწმუნე, რომელიც იქ დგას. უბრალოდ მე ესეთ შედარება მომყავს ხოლმე, როგორც ორკესტრს, მაგალითად თავის დირიჟორი ყავს, მაგრამ მხოლოდ დირიჟორი ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ იქ ორკესტრის ყოველმა წევრმა თავისი პარტიტურა არ შეასრულა და თავისი საქმე არ გააკეთა, ხო? და საკმარისი ერთ-ერთი მათგანიც რომ ამოვარდეს ან არ გააკეთოს ისე როგორც საჭირო, ის სიმფონია ვერ შედგება. აი ესე არის ღმერთის მსახურებაც რა წიროც, იმიტომ რომ ამ დროს ყველა ერთად
მღვდლის თამადობით სწირავს უფალ სამადლობელ წვენს თავისი გულიდან. და ხდება საოცრება, ეს არის ყველაზე აღმატებული მსახურება ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავისი ცხოვრებით არის მოწოდებული იმისთვის, რომ აღასრულებდეს ყოველდღიურად ღმერთისადმი მსახურებას, რაც თქვით, რომ ემსახუროს ადამიანებს, ხო, ამის გარდა ეს არის კულმინაცია უკვე ადამიანური ღვთისმსახურების, როდესაც ღმერთს წირავს სამადლობელ წვენს, სამადლობელ მსხვერპლს. ყველაზე მეტი რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს რა არის ადიდოს უფალი და მადლობა გადაუხადოს მას. რა ხდება ზეცაში? ზეციურ სასუფეველში. იქ სხვა საქმე არ არსებობს. იქ მიწას არავინ არ ამუშავებს, იქ ბანკში არავინ არ დადის და სამსახურებში არავინ არ დადის. ერთადერთი რამ რაც ხდება ზეცაში ეს არის განუწყვეტელი მადლიერება და დიდება ღვთისა. და აქ რაც ხდება წიროზე, ეს არის სწორედ იმის ანარეკლი და ანალოგი. ჩვენ აქ ღვთისმსახურების დროს, წირვის დროს ვსწავლობთ და რეპეტიციას გავდივართ იმისას, რაც მერე თუ ჭკვიანად მოვიქეცი და დავიმსახურე და გვხდება სასუფეველში და როგორც უნდა მოვიქცეთ მერე იქ. აქ ვსწავლობთ ჩვენ ღმერთისადმი მადლობის გადახდას, აქ ვსწავლობთ ჩვენ ღმერთის დიდებას. აქ სწორედ წიროზე გვეძლევა ჩვენ საშუალება, რომ ვეზიაროთ ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებებს, მის სისხლსა და ხორცს, რაზეც უფალი ბრძანებს, რომ ვინც აქვე დედამიწაზე არ გახდება თანაზიარი, ჩემი სისხლისა და ხორცსა ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. მოდიხარ დავსვათ შეკითხვა რა. ეკლესიური ცხოვრების გარეშე, სულიერ მოძღვართან ურთიერთობის გარეშე, წირვალ ლოცვაზე დასწრების გარეშე ჩვენ შევძლებთ ამას? ვერ შევძლებთ. ამისთვის არის აუცილებელი ეკლესიური ცხოვრება, თორე კი აი მე დაუბრუნდები ისე იმ შეკითხვას, რომელიც თავიდანვე დავსვი, რომელსაც მეკითხებიან ადამიანები, რომ აი რა აუცილებელია, მე ხო ვარ მორწმუნე. ესეთი არ უყვარ ვარ ღმერთს, როგორ არ უყვარ? როდესაც ამბობ, რომ ეს შემდგომ მოგონილია ხალხის მიერ. ხალხის მიერ არის ნამდვილად იქ დაწესებული, მაგრამ ღმერთის შთაგონები და ღმერთის განაგება. რასაკვირველია. და სწორედ იმისთვის, სადაც ახლა ვსაუბრობთ. ანუ ეს აუცილებელი რამ არის რა. შენ როგორ არ უყვარ ხარ ღმერთს? მაგრამ აი მე ესეთ შეკითხვას დავსვავ. განა შეიძლება რომ არსებობდეს საშუალება, რომ ყველაზე აღმატებული სახით ემსახურო უფალს. შეწირო ღმერთს შენი სამადლობელი მსხვერპლი და გახდე ისეთი უდიდესი ჯილდოს ღირსი, რასაც ქვია განკაცებული ღმერთის, ჯვარცმული, ყდრეთით აღმდგარი ღმერთის უხრწნელი სისხლისა და ხორცის მიღების ღირსი გახდი აქვე ამ მოკვდავ ცხოვრებაში და ამაზე უარი თქვა, აი ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია უკვე რა, რომ აი რის გამო ამბობ შენ ამაზე უარს. თუ შეიძლება რომ გქონდეს ყველაზე აღმატებული მსახურება, თუ შეიძლება რომ ყველაზე დიდი ჯილდო მიიღო ამ ქვეყანაზე, თუ შეიძლება ყველაზე ახლოს მიხვიდე შენ იმ შენ საყვარელ ღმერთთან, რომლის სიყვარულსაც იბრალებ, რომ ვითომ შენ ღმერთი გიყვარს, როგორ შეიძლება აი ამ მსახურებას გამოვაკლდე? აი ეს გაუგებარია, წარმოუდგენელია. აქ ხდება ადამიანის ყველაზე მეტად მიმსგავსება ღვთისადმი, თუ კი რასაკვირველია ეს გულწრფელია ამ მსახურებაში და გულწრფელად დგას წირვალ ლოცვაზე, მთელი არსებით არის ჩართული და ზოგადად ცხოვრობს ეკლესია. ამას გარდა ეკლესიურ ცხოვრებას სხვა პლუსებიც აქვს, სხვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს. და უპირველესად ყოვლისა ამ ყველაფერში არის კიდევ სულიერ მოძღვართან ურთიერთობა. ეხლა მამასაბა, აი პარადოქსალურ სიტუაციას ვხვდებით ხოლმე. დიდი ნაწილი საზოგადოების, რომლებიც ამბობენ, რომ არიან მორწმუნეები, არიან მონათლებლები, რომ უყვართ ქრისტე და შეიძლება მართლა ძალიან ცდილობენ, რომ სწორად იცხოვრო, მაგრამ ნუ არ ცხოვრობენ ეკლესიურად. მაგრამ ახლა მე ცუდად არ ვიძახი და არც ფსიქოლოგიას უარყოფ, დადიან ფსიქოლოგებთან, არ ვიცი, ჰოროსკოპებით ცხოვრობენ, კითხავებთან. ყველაფერ შვებიან იმით, რომ გაიგონ ცხოვრება, უყვებიან, მაგრამ მოძღვართან არ უნდათ საუბარი. ფსიქოლოგთან მოყვებიან ყველაფერს, მოძღვართან არა. გამოიკვლებენ ყველაფერს, როგორ არის ცხოვრება დაგეგმილი, მაგრამ მართლა როაც არის ცხოვრების წყარო და სადაც ვერ აბზანეთ, შეიძლება ეს გადარჩენა მეიყო, ეს არ უნდათ. აი, რა მდგომარეობაა ეს, რა უცნაურია თითქოს, აი, რა არის აქ დარგოლება და თან უმეტესობას ყველაზე ვერ ვიტყვისებიც არის, რომ არ უნდათ ღმერთთან ყოფნა, მაგრამ უმეტესობა გეტყვის, რომ რა თქმა უნდა ღმერთთან, რა თქმა უნდა სამოთხე. მაგრამ სამოთხე საშუალებას, რომელიც ღმერთი მისი წყალობით ყვადლებს აქვე, რომ ჩვენ როგორ ბრძანეთ ასე რეპეტიცია გავიქონდეთ, ამის გარეშე უნდათ პირდაპირ. აი, რა მდგომარეობაა ეს? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის.
ჯერ მოკლედ გიპასუხე და მე ვეცდები ცოტა განვორცო. ნახეთ, მიზეზი ამის არის ადამიანის უპასუხისმგებლობა. ნახეთ. შენ როცა მიდიხარ ფსიქოლოგთან, აი ცუდად ხარ მაგალითად რაღაცა დაბრკოლება გაგაჭირება გაქვს და ნუ გადაწყვეტე წახვიდე ფსიქოლოგთან ან კითხავთან ან ასტროლოგთან ვიღაცასთან, ხო? ეს არის შენი რაღაც ერთჯერადი ვიზიტი, ან შეიძლება რამდენიმე დღე იარო ის რაღაცას გეტყვის, ან დაიჯერებ, ან არ დაიჯერებ, რა ვიცი, მოკლედ. სავარაუდოდ დაიჯერებ, იმიტომ რომ მიდიხარ მაგანწყობით, მე რაღაც კარგად გახდები, გააგრძელებ ისე შენი ცხოვრების წესს, ჩვეულებრივად, როგორც მანამდე ცხოვრობ. განსხვავება რა არის ხა სულიერ მოძღვართან მისვლაში? იქ შენ არა მხოლოდ უნდა ისაუბრო შენს ნეგატიურ მხარეზე და უნდა თქვა და აღიარო ღვთის წინაშე შენი რაღაცა შენს მიერ ჩადენილი არასწორი საქციელები. არამედ უკვე პასუხისმგებლობა უნდა აიღო შენს თავზე. შეცვალო ცხოვრების წესი. რომ შეცვალო ცხოვრების წესი აღარ გაიმეორო ისაც მანამდე აკეთებდი. უნდა აღასრულო შენი მოძღვრის მიერ დაკისრებული ლოცვა-კურთხევა, დარიგება. უნდა გახსოვდეს რომ კიდევ ხარ მასთან მისასვლელი. ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობაა. და მოძღვრის წინაშე პასუხისმგებლობა აღიწევა ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა. მე იმიტომ რომ მოძღვარი არის გამტარი შენი. ღმერთთან ურთიერთობაში, ხო? ნახე? აქ უკვე შენ პასუხისმგებლობის გზნობა გემატება. და აი მაგალითად აქვე გავამოხვილებ ყურადღებას, რომ ეს ბოლო პერიოდია შევნიშნე ტენდენცია, აი ცოტა ისე მოაზროვნე ადამიანებში, ფილოსოფოსებში მე შეგნებულად არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, ეხა სახელებს და გვარებს, იმიტომ რომ მე მიყვარს ის ადამიანები და პატივცემ უბრალოდ ცოტა კრიტიკულად მინდა რომ მათ შესახებ თქვა, რომ გამახვილებული აქვს ყურადღება სინდისზე. მე ნახეთ როგორი რაღაცა, თითქოს ერთგვარი რაღაცა, თითქოს სიმართლეა, ხო, თითქოს ჩვენ ვიცით, რომ ეხა სინდისი არის ღმერთის ხმა ადამიანში, მაგრამ ნახეთ. თუ ჩვენ გავაკეთებთ აპელირებას მხოლოდ სინდისზე და გამოვრიცხავთ შემოქმედს პიროვნულ ღმერთს, ხო? რომელიც არის ჩვენთვის არა მხოლოდ მოსიყვარული შემოქმედი, არამედ მომთხოვნი მამაც, ხო, რომელმაც ჩვენ ცნებები მოგცა და ანუ მის წინაშე ჩვენ პასუხისმგებლობა გვმართებს. ანუ აი რა არის საზოგადო მორალი, რა არის? საზოგადო მორალი განა შეიძლება არსებობდეს ამ მორალის დამფუძნებლის გარეშე, ეს ხომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყველა ადამიანისთვის, ვინც კი დედამიწაზე არსებობს, ერთნაირად ცუდი იყოს, მაგალითად ის, რომ ადამიანს გული ატკინოს, მოკლას, ცუდად მოიქცეს, რაღაცა მოიპაროს, ანუ არსებობს რა ცილი დასწამოს, არსებობს რაღაც საზოგადო მორალი, თუ ეს არ არსებობს, მაშინ ყველა ჩვენი მორალი გვაქვს და მაშინ პასუხიც არავინ არაფერზე არ უნდა გითხოვოს, იმიტომ რომ მე ვარ ჩემი თავის პატრონი და მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ჩემი ასაქმეა. მაგრამ არ არის ასე. და ის ინდის სწორედ იმას კარნახავს მე, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა. თუ ჩვენ პიროვნულ ღმერთს გვერდზე გავწევთ, აი მაგალითად ბუდისტური აზროვნება, აი ამას ეფუძნება სწორედ რა. აი ეს ფილოსოფია, რომ იქ არ არსებობს პიროვნული ღმერთი, იქ ყველა შეუძლია გახდეს ბუდა, ანუ გასხილოსნებული, შენ თუ დააღწიე თავი იმ სანსარას ბორბალს და გადახვედი ნირვანაში, დამთავრდა, იქ შენ ბუდა ხარ. იქაც არის რაღაცა შენი ზნეობა გაქვს და შენი რაღაცა კანონები იქაც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ არ არსებობს პიროვნული ღმერთი. სამყაროს შემოქმედი ღმერთი იქ არ არსებობს. იქ არის დუალისტური წარმოდგენა ამ ყველაფერზე, ხო? იცით თქვენ ეს ინის და იანის სიმბოლო, ხო? სამყაროში იმდენივე ბოროტება, რამდენიც სიკეთე და სიკეთეში იმდენივე ბოროტების მარცვალი, რამდენიც ბოროტებაში სიკეთეს. ხო, ანუ აი თითქოს ესე აწონასწორებენ ისინი ამ სამყაროს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს ასე არ არის. სამყაროს ყავს კეთილი შემოქმედი ღმერთი, რომელმაც ჩვენ ამ ქვეყანაზე მოგვავლინა, დაგვბადა როგორც აი ამ სამყაროს მეუფეები და პასუხისმგებლობას დაგვაკისრა. მისნაირნი უნდა გავხდეთ, ნახეთ? მის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი. და მის ხატად და მსგავსად როგორ გადავიქცევით, თუ ჩვენ ის მორალი არ ვიტვირთეთ და ის ცნებები არ აღვასრულეთ, რასაც უფალი გვეუბნება. რას ამბობს ქრისტე? თუ მე გიყვარვარო, ჩემი ცნებები აღასრულებ. ნახე? პასუხისმგებლობაა უკვე, აი როგორც მამა ეტყვის შვილს, ხო? თუ გიყვარვარ, ისე მოიქეცი რომ მე გამახარო, ხო? თუ შენ მარცხენ ყოველდღე, თუ შენ არასწორად ცხოვრობ, რანაირად გიყვარვარ? თუ შენ ყოველდღე მე გულს მტკენ, სიტყვა სიყვარული? ეს წეგან რაც ბრძანეთ მამასაბა, ადამიანი რომელიც მოდის ახსარებაზე და გარკვეულწილად ინანიებს იმ ჩადენილ საქციელს
მაგრამ შემდგომ ცხოვრების გზაზე მაინც იგივე ორმოში ხვდება, ასე ვთქვათ და შემდგომ უკვეერიდება იგივე მოძღვართან მოსვლა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რასაც ახსარება ახლავს, ხო, მოძღვართან მოსვლა ახლავს, რომ აღარ ჩაიდინოს ის ქმედება, რაც მანამდე, ვთქვათ, ახსარებაში თქვა. ესეც გარკვეულწილად შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი, რომ ისევ მივიდეს მოძღვართან და ისაუბროს იგივე იმ ჩადენილ ცოდვაზე, რომელიც მან უკვე ახსარების სახით მოინანია, ასე ვთქვათ. რას ურჩევდით ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს? ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მოძღვარი ყოველთვის მზად არის მოისმინოს, არ უნდა მოერიდოს ადამიანს, რომ მივიდეს და იგივე საკითხზე ესაუბროს მოძღვარს, აღიაროს იგივე ქმედება, რომელზეც მანამდე სინანულს გამოთქვამდა. როგორი არის დარიგება მოძღვრის მხრიდან ასეთ შემთხვევაში და უხეშად რომ ვთქვათ, რა მეთოდები არსებობს იმისათვის, რომ შევებრძოლოთ ამ ცოდვებს? შენ შეკითხვაში პასუხიც იყოს უფრო. იმიტომ რომ ნამდვილად ასე არის, შემოგარქო, რომ ადამიანი არ უნდა შეუშინდეს ცოდვით დაცემას. არავის არ უნდა ქონდეს იმის ილუზია, რომ ერთხელ თუ გადაწყვიტე, რომ შენ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და თუ ჩვენი დღეს გაიაზრე შენი ცხოვრების არასწორი წესი და შეცვლა გადაწყვიტე, რომ იგივე ცოდვა არ დაგემართება. აუცილებლად დაგემართება. აუცილებლად თანაც ის კი არა, რომ აი შეიძლება არ დაგემართოს. აუცილებლად ჩაიდენ იგივე ცოდვას და რატო? იმიტომ რომ შენ სწორედ მაშინ გადაწყვიტე, რომ უარი თქვა ბოროტის გზაზე და წამოხვიდე სიკეთისკენ. და შენ მტერი ყავს. სამი მტერი ყავს შენ. შენ მტერი ყავს შენი დაცემული ბუნება, რომელიც მიდრეკილია და გიქაჩება ცოდვისაკენ. ერთ წუთი სოფელი თავისი საცდურებით და ის ბოროტი ძალა, რომელიც ცდილობს, ეშმაკი, რომელიც ცდილობს, რომ იმ თავისი შთაგონებებით, ფიქრებით, ათასგვარი რაღაც აზრებით, გულის თქმებით მოვიდეს შენთან და ისევ გადაკაჩოს სოდვისაგენ, შეგახსენოს სოდვის მიერი სიტკბოება, რომ აბა რა კარგი იყო გახსოვს ის ყველაფერი, მოდი ისევ გაიხსენე. აი ეგეთ გეკაჩება ისე. და ურთულესია ესე დროს, ნახეთ, ამ დროს იწყება სწორედ შენში ბრძოლა, მანამდე ბრძოლა არ აქვს. მანამდე უბრალოდ მიყვები რა იმ ცხოვრებას და ეშმაკსაც უხარია, იმიტომ რომ ხელგადახოვულია შენთან ერთად, მაგრამ როგორც კი მასთან ერთად სიარულზე შენ უარ სიტყვი, უცებ გამოერკვევი და გადაწყვეტ რომ ღმერთს დაუბრუნდე კვლავ, აი მან იწყება სწორედ შენი დაპირისპირება შენს დაცემულ ბუნებასთან და ბოროტ ძალასთან. ეს ურთულესი პროცესია და ამ პროცესში ძალიან ბევრჯერ წაიქცევ. ძალიან ბევრჯერ მოახერხებს ეშმაკი სანამ შენ იქამდე მიხვალ რომ იმდენად გაძლიერდე რომ აღარ დაეცე რომ კვლავ დაგაგდოს. და მე იმასაც ვიტყვი რომ უიშვიათესი ადამიანების ხვედრი იყო ყოველთვის ყველა ეპოქაში ამ ქვეყანაზე რომ ხორცშივე ამ ქვეყანაზევე მიიღწიათ სრული სიწმინდისთვის რომ თქვათ იქ ცოდვა ვეღარ ბატონობდეს მასზე და ვეღარ ერეოდეს. ეს ყოველთვის უიშვიათესი ადამიანების ხვედრი იყო და უმრავლესობა ადამიანებისა ცხოვრობს სწორედ ასე. დაცემა წამოდგომით. და სწორედ აი ამ წამოდგომას გიწირავს ღმერთი შენ დაცემის შემდეგ, სწორედ იმას გიწირავს რომ შენ არ ეპუები ცოდვას. შენ არ ურიგდები მას და ყოველი დაცემის შემდეგ კვლავ ფეხს ედგები, კვლავ აგძელებ გზას. შენ ღმერთის სიყვარულს არ ღალატობ, ღმერთის შენს მიერ არჩეულ გზას არ ღალატობ. ამიტომ არასოდეს არ უნდა შეგწხვეს, არ უნდა მოგვირიდ. კი, რა თქმა უნდა, უხერხულია, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, რა თქმა უნდა, ძნელია, რომ თქვი, აღიარე და მე ისე იგივე ცოდვას ჩავარდი, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ ისე იგივეზე გიწევს მისვლა და საუბარი, მაგრამ არა უშავს. შენ თვალი უნდა გაუსწორო ამ რეალობას, რომ ესეთი ხარ, დაცემული ხარ, არაფერი არ შეგიძლია ღმერთის მადლის გარეშე, უნდა დაიმდაბლო თავი და უნდა უთხრა უფალს, მოძღვარს და მისი საშუალებით ღმერთს რომ ღმერთო კიდევ დავიცი. კიდევ წავიქეცი, შენ ხო ვიცი რომ უძლური ვარ, მეც ვიცი რომ შენს გარეშე არ შემილია, წამომაყენე ღმერთო, რამდენჯერაც დავიცებ, იმდენჯერ წამომაყენე. შენ მეწიე უფალო ამაში. დიდი მადლობა მამა საბა. მაყურებელს შევახსენოთ, ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მძღოლსახური დეკანოზი საბა ჩიკაიძე ეკლესიური ცხოვრების არსზე გვესაუბრებოდა. 8 საათია, ერთად აღვევინოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ქვეყანას
დიდების მეტყველებ ჩემ და მადლობ ჩემ დიდისა დიდებისა შენისა ამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საყვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო
დავბრუნდით სტუმრებთან ერთად ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა. კონფერენცია განხორციელდა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ხადას ხეობა, უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სტუმრები, ბატონი გელა ქისტაური, წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი და ქალბატონი მარიამ ხინთიბიძე, პროექტის კოორდინატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი. დილა მშვიდობის, მადლობას მომხსენებთ მობრძანებისთვის. ბატონ გელა, რა თქმა უნდა, თავდაპირველად უნდა დავიწყოთ საუბარი კონფერენციის შესახებ, რომ მიმოვიხილოთ და ვთქვათ თუ რა არის მისი მთავარი მიზანი და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ დეტალურად თუ ვინ იყვნენ წარდგენილები ამ კონფერენციაზე, რა თემები განიხილეთ და ვინ წარსდგა სიტყვით. კი ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, 14 მარტს დუშეთის კულტურის სახლში ჩატარდა კონფერენცია, რომლის ხელმძღვანელიც გახდით მე და ესე იგი აღნიშნული პროექტის მეორე ტრანში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით გაიმართა ეს კონფერენცია. კონფერენციაში მომხსენებლები გახდნენ ისტორიკოსები, ეთნოლოგები, ფილოლოგები. ეს საკმაოდ მასშტაბური თემატიკა იყო გამოტანილი აქ. ისტორიული მიმოხილვა მე გავაკეთე უშუალოდ ხადასხეობის. იყვნენ ფილოლოგები, რომლებმაც ისაუბრეს აღმოსავლეთ საქართველოს და არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრები, სახალხო მთქმელების, ასევე იმ ძველი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესახებ, რომლებშიც ასახული არის ქართველი ხალხის, კერძოდ მთიელთა ის ტრადიციული სააზროვნო სისტემის ელემენტები და ასე შემდეგ. ასევე გახდნენ ეთნოლოგები, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო მოხსენებები გააკეთეს, არა მარტო ხადას, ეთნოლოგიური წარსულის და აწმოს შესახებ, არამედ უშუალოდ საქართველოს მთიანეთის შესახებ. ეთნოლოგებიდან განსაკუთრებით საინტერესო გახდათ ქალბატონი ნინო ღამბაშიძის მოხსენება, ქალბატონ ნათია ჯალაბაძის მოხსენება, ასევე იყო გორის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ოთინაშვილი, რომელმაც საინტერესო მოხსენება გააკეთა კერძოდ შიდა ქართლის ტოპონიმიკაზე, ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ქართულ ტოპონიმიკაზე, სადაც ესე იგი რომლის მიმართულებითაც არის მცდელობა, რომ ეს ტოპონიმიკა გამოცხადდეს მაგალითად ოსურად, რომ გადაიშალოს ეს ქართული კვალი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩემ მოხსენებას, ჩემი მოხსენების დროს ყურადღება გავამახვილე ისტორიული ციკარას, იგივე ხადას, ისტორიის შესახებ, რომელ წყაროებში არის მოხსენიებული, რა კონტექსტით არის მოხსენიებული ისტორიული ციკარა, მიმოვიხილე ქართული და ის უცხოური წერილობითი ნარატიული წყაროები, სადაც მაგალითად აღნიშნული არის ციკარის ისტორია, ციკარის როლი, მაგალითად მთლიანი საქართველოს, ერთიან ისტორიულ ჭრილში და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აქცენტი მოუნა გაკეთებული საქართველოს მონღოლთა ურთიერთობის შესახებ, აი ამ პროცესის დროს ციკარა გახდათ ის ტერიტორიული რეგიონი, გეოგრაფიული არეალი, სადაც მაშინდელი საქართველოს მეფე დავით მერვე თავს აფარებდა და მონღოლებმა ფაქტობრივად რატომ ვერ შეძლეს დავით მერვის დამარცხება და რატომ ვერ შეძლეს იმ მიზნის მიღწევა, რაც მაშინ მათ უნდოდათ. უპირველეს ყოვლისა, ეს გამომდინარე იქიდან, რომ ციკარა იყო მტერთაგან შეუვალი. ეს იყო მეფეთა თავშესაფარი, ადგილობრივი მოსახლეობაც გახდათ მაშინდელი საქართველოს სამეფო კარის ერთგულნი, ჩვენ და სამწუხაროდ განსხვავებით იმ დანარჩენი საქართველოს, ზოგიერთი დანარჩენი საქართველოს მხრის მოსახლეობისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფეოდალური მენტალიტეტის საკითხი. ეხლა ამ აქედან გამომდინარე, რომ საქართველოში რომ შემოდიოდა მტერი,
მიერ სამწუხაროდ აი ფეოდალური მენტალიტეტიდან გამომდინარე ზოგიერთი საფეოდალო ფეოდალი მტრის მხარეზე დგებოდა კონკრეტული მიზეზებიდან და მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ამ დროს, როდესაც დავით მერვე სიკარას აფარებდა თავს, ადგილობრივი მთიელები, კერძოდ ხადელები, მოხევეები დავით მერვის ერთგულნი იყვნენ და სიკარას მატერიალურმა, კულტურულმა მემკვიდრეობამ, არქიტექტურულმა, თავდაცვითი არქიტექტურულმა ნაგებობებმა, თვითონ გეოგრაფიულმა არეალმაც, რა თქმა უნდა, დავით მერვეს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ თავისი გეგმები, თავისი მიზნები, თავისი ეს დაუმორჩილებლობა ბოლომდე გაეტანა და მონღოლებმა, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს ამის გამო თავის მიზანს, ვერ ჩაიგდეს დავით მერვე ხელთ და რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა დავით მერვისთვის და არა მარტო დავით მერვისთვის, ზოგადად საქართველოს სამეფო კარისთვის დიდი მიღწევა გახლდათ. კი ბატონო, მარიამ, თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო მუშაობა ამ პროექტზე, რა შეისწავლეთ და რას ეხებოდა თქვენი მოხსენება კონფერენციაზე და რა მოგცათ ამ კვლევამ? პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის პირადად ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე მსგავს პროექტებში მონაწილეობა, რადგანაც ეს არის სიახლე, ეს არის საინტერესო და შემოქმედებითი საქმიანობა, ძალიან დამღლელი, თუმცა ძალიან სასიამოვნოდ დამღლელი, რა თქმა უნდა, და ყოველთვის მირჩევნია ხოლმე კაბინეტურ მუშაობას, ველზე გასვლა, ახალი გარემოს შესწავლა, ახალი ადამიანების გაცნობა, მათი ისტორიების მოსმენა. ჩვენ წინა წელს ამ პროექტის ფარგლებში გავხდით ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში მთიულეთში, კერძოდ კი სოფელ ბედონში. მოვიარეთ სოფელი, დავათვალიერეთ სოფლის არქიტექტურული ძეგლები, ასევე ნიშები, ეკლესიები, ზურგიანი კოშკები. გარდა ამისა, გადმოვიღეთ საფლავის წარწერების პალეოგრაფიული პირები, ჩავიწერეთ მასალა ველზე, ეთნოგრაფიული მასალა მოსახლეობისაგან. და ზოგადად შევისწავლეთ არსებული სოციალური გარემო. გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი მუშაობს არქივებში, საარქივო მასალებზე და აი ამ ინფორმაციას ვადარებთ პროექტის ფარგლებში ერთმანეთს და ძალიან საინტერესოა აი არსებული და წარსულში ეთნოგრაფების მიერ დატოვებული ჩანაწერების შედარება ერთმანეთთან, აი მაგალითად 50-70 წლის წინ ვინც იმყოფებოდა ამ ადგილას და დაგვიტოვეს ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიული ჩანაწერები, მათი შედარება დღევანდელ მდგომარეობასთან და აი წელსაც იგეგმება იგივე ხაზით გაგრძელება ამ ეთნოგრაფიული ექსპედიციებისა უკვე სხვა სოფლებში, სხვა ადგილებში და აი ამ არქიტექტურული ძეგლების აღწერა და გამოკვლევა, რომელიც შემორჩენილია დღემდე. და რა ეტაპზეა კვლევა და ალბათ თავისთავად არის ისეთი ფაქტები, რომელიც აქამდე უცნობი იყო და კვლევის პროცესში გამოვლინდა თავისთავად. აი რა სიახლეებს წააწყდით და რა სიახლეები აღმოაჩინეთ ამ პროცესში? ნუ სიმართლე გითხრათ, ყოველთვის როდესაც ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში მიდიხარ, სიახლეები ყოველთვის ძალიან ბევრია, თუნდაც წარსულთან შედარებით, თუნდაც აი დღევანდელი მდგომარეობა და ეს ხომ ცოცხალი პროცესია. ყველაფერი ეს იქ ადამიანების ცხოვრება, სოციალური გარემო და ასე შემდეგ და ჩვენთვის პირადად სიახლე იყო იმ ნასახლარების აღმოჩენა, იმ ნასახლარების ნახვა, რომელიც არსებობს ამ სოფელ ბედონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზურგიანი კოშკები და ამ კოშკებზე გამოსახული თუნდაც ხელის გამოსახულებები, რომლებმაც ძალიან დამაინტერესა. ხელის გამოსახულებები არ არის უცნობი, ვთქვათ, ფეოდალური იმ რეგიონებისათვის, სადაც ეს ფეოდალური სისტემა უფრო გამჟღარი იყო, მაგრამ მთის მოსახლეობისთვის აი ეს ფეოდალური მმართველობა ცოტა უცხოა და საინტერესოა აი ამ ხელის გამოსახულებები და მათი დანიშნულება, ასე ვთქვათ, მთაში რას წარმოადგენდა. ეს ჯერჯერობით ისევ კვლევის საგანს წარმოადგენს და ვნახოთ საბოლოო შედეგი რას მოგცემს. როგორ გრძელდება პროექტი, რა იქნება საბოლოო მიზანი და რა ეტაპზეა? ბატონო, ნუ პროექტის საბოლოო მიზანი არის ხადის ფუნდამენტურად შესწავლა. და პროექტი დასრულდება მონოგრაფიით. ხადის ფუნდამენტურ შესწავლაში, ანუ კომპლექსურად შესწავლაში რას გულისხმობს? ეს შესწავლილი იქნება ეთნოგრაფიული კუთხით, არქიტექტურული კუთხით, რა თქმა უნდა, ისტორია თავის მხრივ და ხალხური რელიგიური სააზროვნო სისტემა. ანუ მოგეხსენებათ ახლა საქართველოს მთიანეთში, არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, არამედ დასავლეთ საქართველოს მთიანეთშიც, მრავლად არის ჯერ კიდევ დღემდე შემორჩენილი ხალხური ქრისტიანული
ეს ელემენტები, ანუ მაგალითად საკლავის დაკვლის რიტუალი, ეს დეკანოს და ლოცვები, დალოცვები, დამწყალობნება, სადიდებლები და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ზეპირსიტყვიერ მასალას ვიცერთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ჩანაწერების სახით და რა თქმა უნდა ეს ჩანაწერები გაამდიდრებს საქართველოს მაგალითად იმ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, გაამდიდრებს ეთნოგრაფიულ ფონდს და ასე შემდეგ. ამ კვლევისას იმდენი მასალა გამოვლინდა არქივებში, თვითონ საველე ეთნოგრაფიული კვლევების დროს. საუბარი და საინტერესო ასევე რატომ აი ზამაინც ხადა ვთქვათ და რატო ეს თემა? ნუ ხადაზე 2012 წლიდან მუშაობ და ერთი სიტყვით შემიყვარდა რა ეს კუთხე. აქ მივხვდი რომ აქ არის ამოუწურავი მასალა, შეუსწავლელი მასალა. აი მაგალითად ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილი იყო ასეთი, დღემდე შემორჩენილი არის ასეთი ცნობა, რომ ხადაში იყო 12 ბერი, სასულიერო პირი. უბრალოდ ეს ცნობა არსებობდა, დღესაც არსებობს რა თქმა უნდა, გადმოცემით კი. მაგრამ ამის დამადასტურებელი არტეფაქტი არ არსებობდა. და ჩვენმა ექსპედიცია გასულ წელს მიაკვლია მე-19 საუკუნის სასულიერო პირების საფლავის ქვეშ, წარწერიან საფლავის ქვეშ. მნიშვნელოვანი აღმოჩენა. კი ბატონო. ჯერჯერობით ორი სასულიერო პირის საფლავები აღმოვაჩინეთ, მივაკლიეთ. წარწერები არის, რა თქმა უნდა, ეს პალეოგრაფიული პირები გადმოვიღეთ. ეხლა დამუშავების პროცესში არის. და იმედი გვაქვს, რომ შემდგომი ექსპედიციების დროს აღმოვაჩენთ სხვებსაც. ერთი სიტყვით ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ზეპირსიტყვიერება და აგერ ეს კიცებულება, რა თქმა უნდა, ხო, ამ არქეოლოგიური რა ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად აღმოჩენილმა ფაქტმა ეს ზეპირსიტყვიერების ეს ხსოვნა გაამართლა, ანუ ერთმანეთის თანხვედრაში არის ეს. ასე რომ ამ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში არის სინამდვილე დაცული. მარიამ, აი ბატონო გელამძანა რომ ხადნამ შემოყვარა თავი. თქვენ შეგაყვარათ და აგძელებთ თქვენ ჩართულობას? კი, მეც ძალიან შემიყვარდა. შარშანდელი ექსპედიციის დროს პირველად ვიყავი მე ხადას ხეობაში, ასულა მართლაც გარემოც ხალხიც და აი ეს სამუშაო პროცესიც ისეთია, რომ შეუძლებელია გულგრილი დარჩი ამ ყველაფრის მიმართ. ამიტომ სიამოვნებით ველოდებით მომდევნო ექსპედიციის მომდევნო ეტაპთან, რაც თქმა უნდა. ჩვენ გისურვებთ წარმატებას ამ საქმიანობაში და გელოდებით შემდგომი აღმოჩენები და შემდგომი სიახლეებით. მადლობა, ეხლა ხადა არის გამორჩეული თავისი ულამაზესი ბუნების ძეგლებით, ორონიმებით, ჰიდროგრაფიული ქსელით, ну, რა ვიცი, კვლევებისთვის ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. გარდა იმისა, რომ მომნოსნელი სილამაზეა კადრებსაც ხედავ და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველდებულის ქართულ უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გავს ექსპედიციებს, კონფერენციებს, ჩვენს კულტურას, ისტორიას და მადლობა ამისთვის მათ და მესეურებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ვიცით რომ უნივერსიტეტი განსაკუთრებით ემსახურება ქართულ საქმეს, მისი დამფუძნებლის კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით. მადლობა მობრძანებისთვის და გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა. ბატონი გელათისტაური, წმინდა ანდრია პირველდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი და მარიამ ხინთიბიძე პროექტის კოორდინატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი. სახელობო განათლება მდგრადი განვითარებისთვის ამ სახელწოდების პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას აბრეშუმის ქარხნის საგამოფენო სივრცე მომასპინძლა. უფრო დეტალურად კი ნინი გელაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შევიტყობთ. აბრეშუმის ქარხანამ კოლეჯ სპექტრისა და სკოლა აიბი მთიების შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის სახელწოდებაცაა სახელობო განათლება მდგრადი განვითარებისთვის. შეხვედრის პირველი ნაწილი საგამოფენო სივრცეში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულმა სკოლის მოსწავლეებმა კოლეჯ სპექტრის მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსები გაიარეს და სხვადასხვა პროფესიას დაეუფლნენ. Very საინტერესო ხელობა შევისწავლეთ, რომელიც სამომავლოდ ძალიან საჭიროა და გამოსადეგი. კონკრეტულად მე თაბაშირ მოყავზე წარვადგენ დღეს და ასევე შრომით უსაფრთხოებაც შევისწავლე. თაბაშირ მოყავი როგორც მომავალ არქიტექტორს ძალიან გამომადგება, რადგან თავისუფლად შევძლებ თაბაშირ მოყავისგან დიზაინის სხვადასხვა ელემენტების დამზადებას. ინტერიერის თუ ექსტერიერის გასაფორმებლად. მე ვიყავი ელექტროობის კურსზე კოლეჯ სპექტრში. მე ვსწავლობდი ელექტროობის საწყისებს, დამცავ მექანიზმების მუშაობას და დამიწებას და ასე შემდეგ. მე ახლა შემიძლია ჩემი გაყვანილობა შევამოწმო, რაღაცები გავაკეთო, მაგალითად ჩამრთველები, ან ნატურას სიტყვაზე ჩემითაც ავანთებ და უდესი გამოცდილება მივიღე და პრაქტიკული ცოდნაც მივიღე გარდა თეორიულის. ღონისძიების მეორე ნაწილი სიტყვით გამოსვლებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა განათლებისა და პრაქტიკული უნარების გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე გაიმართა გამარჯვებული პროექტების წარდგინება და კოლეჯის პედაგოგებისა და სტუდენტების დაჯილდოება. არათუ მნიშვნელოვანი, არამედ მე ვიტყოდი, რომ ეს არის ქართული ეკონომიკის ქვაკუთხედი, პროფესიული განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი დღეს საქართველოში. თქვენ ადევნებთ თვალყურს, რამდენი დიდი ინტერესი არის IBM-ებისა და სპექტრის თანახვედრა და მუშაობა მიმდინარეობს რამოდენიმე წელიწადი ძალიან აქტიურად ასეულობით კურსდამთავრებული ყავს უკვე გამოშვებული. შესაბამისად დღეს არის 7 ლოკაცია წარმოდგენილი, 100 მეტი კურსდამთავრებული და 100 მეტ ბავშვს გადაიცემა დღეს სერტიფიკატი და გარდა ამისა მოხდება ამ ლოკაციაზე თეორიისა და პრაქტიკის კოლაბორაცია. ბავშვებმა რაც ისწავლეს თეორიაში და პრაქტიკაში, ამას ერთობლივად წარადგენენ დღეს მაყურებლის წინაშე. ესე რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, მინდა ყველას უსურო წარმატება. ცხოვრებაში აუცილებელია პროფესიაც გქონდეს იმ დიდ განათლებასთან ერთად, რასაც შენ ცხოვრებაში მიაღწევ. იმიტომ რომ ეს ძალიან გამოყენებადი საქმეა. უпростоრედ გულახდილად რო გითხრათ, მინდოდა დამემსხვია ის მითი, რომ თუ ვერ სწავლობ სკოლაში, შეგიძლია პროფსასწავლებელში წახვიდე. იმიტომ რომ ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ განათლებულს სჭირდება ზუსტად პროფესია და პროფესია სჭირდება ნასწავლი და განათლებული ადამიანები. არაჩვეულებრივი მასპინძელია კოლეჯის სპექტრი. თვითონ ბატონი მათე უდგება სათავეში და იღებს ამ ადამიანებს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიზარდნენ ეს ბავშვები. სკოლის კედლები სხვა არის, მაგრამ ის რომ მათ შრომითი უნარები იციან, საოცრად ამაყნიც არიან. პროექტის ფარგლებში 2024-25 წელს მომზადება 112-მა მოსწავლემ გაიარა. მათ შეისწავლეს ისეთი პროფესიები, როგორებიცაა ელექტროობა, სახვითი ხელოვნება, კერამიკა, თაბაშირ მუყაოს კონსტრუირება, ხის მხატვრული დამუშავება და ავტოსავალი ნაწილების შეკეთება. 2019-2025 წლებში კოლეჯში ჯამში 430-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო პროფესიული განათლება. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, პროექტის მიზანი პროფესიული განათლებისადმი მოსწავლეების ინტერესის გაზრდა. ჯერ არასდროს არ ყოფილა თვარი ასე წყნარი. დუმარებით შემოსილი შეღამების ქსარი ქრონით იწვევს, ცისფერლანდებს და ხებში აქსოვს, ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერცამი არ მახსოვს. თვარე თითქოს ზამბახია შუქთან ქთალი მძივით და მის შუქში გახეული სუბუქსის ზმარივით მოსჭას თვარი და მეტეხი თეთრად მელარე, არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი თვარე. აქ ჩემს ახლო აკაკის ლანს ზინავს მეპურძილით, აქ სევდიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეპიდემო ვარსკვლავების ქსომა მხარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული და მეც მოვდე სიმღერებში ტყის სევდიან გედად,
On თათუ გამენსულში როგორ ჩაიხედა თუ სიზმაროეთ შეისხაციდან ცამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალკდები როგორ გზნով რომ სულისთვის ამ ზღაურო აღზარდა სიკლის გზა რა არის ვარდისფერ გზის გარდა რომ გზაზე ზღაპარია მგოსსან ციტამავე რომ რაც როსტერ ყოფილა ასე ნაზი ღამე რომ აჩდინო მეთქეს ახლოს სიკვდილს ვეგებები რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერის მუტები რომ წაყვება საუკუნეს თენთან ჩემი ქრარი ჯერას დროს არ ყოფილა ფარე ასე წყლაში დარწმუნებული ვარ ბოლოში გალაქტიონ ტაბიძე რომც არ წერებოდა ყველას იმდენად აქვს მისი ხმა, მისი ეს წაკითხვა ლექსის ასე გადმოცემა, ეს მისი ემოციურობა, მისი ეს დამოკიდებულება, ყველაფერი რომ არ არსებობს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ხო? ყველა მიცის რომ ეს გალაქტიონ ტაბიძეა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე კარგად რაც ახლა მოვისმინეთ გალაქტიონზე ვერავინ და ვერაფერი ვერ ისაუბრებს და საერთოდ ამაზე კარგი მოსასმენი არაფერია, მაგრამ ჩვენ დღეს მაინც უნდა ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ მისი გარდაცვალების დღეა გენიალური, აქტიურის, არ ვიცი, ალბათ ყველა ეპიტეტი რომ არც კი ეყოფა მას. არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სოფლიო პოეზიის კი ნამდვილად ასეა და როგორც კახამ აღნიშნა 17 მარტი გალაქტიონ ტაბიძის ტრაგიკულად გარდაცვალების დღეა. შემოგვიერთდა სტუდია ავტოგრაფის დამფუძნებელი კინოდოკუმენტალისტი გალაქტიონის სახელობის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი ქალბატონი ნინო ხოფერია, რომელიც გახლავთ ასევე არაერთი ფილმის ავტორი გალაზე. დილამშვიდობის ქალბატონი ნინო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თქვენს ემოციებს გალაქტიონთან დაკავშირებულს. აქ ბათუმის ფესტივალი რო ვახსენეთ, ბათუმს უნდა უმადლოთ ეს ჩანაწერი რო გვაქვს. ეს ლექსიც ბათუმში დაიწერა. ბათუმს უნდა უმადლოთ, საერთოდ არ გვექნებოდა გალაქტიონის ხმა. ბათუმი რომ არა, ასე რომ უმადლოდე. ქალბატონი, როგორ იყო პოეტის ცხოვრება სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, ამაზე რომ ვისაუბროთ და რა თქმა უნდა შევეხებით აუცილებლად მის პოეზიას, აუცილებლად შევხებით მის პიროვნებას, აუცილებლად ვისაუბრებთ იმ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თქვენი დაფუძნებულია და რა თქმა უნდა თავისთავად როგორც ვახსენე არაერთი ფილმის ავტორი ბრძანდებით და შესაბამისად ამ ფილმებზე მუშაობით და არა მხოლოდ ისეთი ფაქტებიც არის თავისთავად აღმოჩენილი თქვენს მიერ, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება უცნობი იყოს და თქვენი ფილმების მეშვეობით ნათელი მოეფინა მათ. ამდენ კომპლიმენტსაც არ ვიმსახურებ მაგ გალაქტიონთან დაკავშირებით, რომ გალაქტიონი არის ამოუწურავი თემა და მე ვფიქრობ, რომ ასე დარჩება ბოლომდე. დღეს 17 მარტია და ეს ქართველ ადამიანს ეს ტკივილი აქ ახლავს მუდამ, ეს რომ რატომ მოხდა ეს რომ ვერა მართალია შეუძლებელი გალაქტიონზე რა გაგინავს ყველაზე დიდი ლირიკოსი თავს იკლავს და რომელსაც აქ ასეთი სიტყვები მოვიკლავდი თავს მაგრამ ჩემო სამშობლო არ მინდა მოგაყენო შეურაცხყოფაო ხო და აი როგორ მტკივნეულია ხო ეს ყველაფერი და არ სხვადასხვა ვერსიები ამაზე მე ვისაუბროთ იმიტომ რომ არსებობს კიდევ აზრი იგივე მისი ძმისშვილის ბატონ ნოდარ ტაბიძის ჩემი მასწავლებლის რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა აბა რა იყო ბატონ ნოდარ ვეუბნები მკვლელობა იყო ხელიკრა ვინმე არა ეს არ იყო მკვლელობა მას მიაჩნდა რომ აი ვინაიდან გალაქტიონის სვამდა რაღაც წუთითო ბინდი გადაეკრა მის და გააზრებული ქმედება არ იყო ხო არ იყო გააზრებული და აი აქედან გამომდინარე ამას არ უწოდებს თვითმკვლელობა და სხვათა შორის ექიმთა საზოგადოება იყო ასეთი ეფემერა რომელიც ამტკიცებდა რომ ეს არ არის და პატრიარქთან დიდი არზა მიიტანეს ამიტომ ის გამოწესი აუგესმის და ამის მიხედვით პატრიარქმა და ეს მახსოვს მე ეს საოცარი დღე პატრიარქი ამოვიდა თაწმინდაზე გალაქტიონის საფლავთან და აუგო და აი მახსოვს აი როცა ამას ამბობდა რომ აი გალაქტიონი
ხელი აუკანკავდა ეს მახსოვს, აი ეს რაღაცა მუდმივად არის ჩემს მეხსიერებაში, რომ აი რა შეიძლება ადამიანს მიცვალებულს გაუკეთო ამაზე მეტი, რაც პატრიარქმა მაშინ ირწმუნა და გაუკეთა გალაქტიონს. როგორც მამამთავრმა ეს თავის თავზე აიღო. თავის თავზე აიღო, ეს თავის თავზე აღებული და შეიძლება ეს ხელის ამის გამო იყო, ხო? და ახლა ბოლო პერიოდი, ხო? სოფო გაინტერესებდა. ბოლო პერიოდი იყო სრულიად ჩვეულებრივი, დადიოდა ეს გამომცემლობებში და უფრო წინა პერიოდების ვინაიდან მისი უბისიგნაკები სავსე ამ 1000-ნაირი ჩანაწერებით და ეს 365 უბისიგნაკი იქ შიგადაშიგ ნახავთ ხოლმე ასე ჩანაწერს, რომ არა მე უნდა მოვიკლა თავი. აი ახლა უნდა გადავარდე ნავიდან სოხუმში ამ დროს. ახლა ეს მაგრამ მე ამას თვითონაც რაღაცნაირად უარყოფს და სხვა ესე იგი რაღაც მიდრეკილება დეპრესიისკენ მქონდა ამ ადამიანს. აი რა განაპირობებს? გალაქტიონი, რომელსაც ვერ ვიტყვით რომ აკლდა დიდება და პატივი, მაგრამ ესევე ჩანაწერებიც გვაქვს. ხო, ერთი ჩანაწერია ჩემთვის სულ შემძლეობაც წერს რომ აი ამდენი ხანი არავინ მკითხულობს ახალი წლის დღეები როა ისე რომ მოვკვდეო კაცშვილი სანამ არ აყოლდები კაცშვილი ვერ გაიგებს ერთი ახლობელიც არ მოსულა წამომპარის პალტო ქუდი ანუ მას გალაქტიონს რომელიც ცხოვრებაშივე გალაქტიონი იყო ამის ჩაწერა უთოს რომ არავინ არ მკითხულობს და შეერიგდები ნიშნავენია ის ჩანაწერებიც ასევე სადაც საუბრობს მეგობრების შეძენასთან დაკავშირებით. მეგობრების შეძენასთან და ის გეგმავს კიდევაც როგორ უნდა შეიძინოს მეგობრები, ხოლო ასე კარგად უნდა დაელაპარაკო, მოიკითხო უნდა არავის კაცრად არ უნდა მიმართო და რაღაცა გეგმა აქვს, რომ როგორ შევიძინო მეგობრები. ბავშვი ჩანაწერს თავს გეკითხულობს ბავშვი ჩანაწერს გავს ბევრი ჩანაწერი მის უბისიგნაკში ხო რაღაცნაირად აი იქ ვიღაცები იცინიან მე ხო არ დამცინია მაგრამ კი ვარ გენიარი მანელი ეს იცის მან და მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით კვდები ეს იცის მაგრამ პარალელურად მის ძმას აბესალომს რომელიც 2 კლასიან სასწავლებელში ასწავლებს შენმა მოწაფეებმა რამე თუ დაწერონ ჩემზე არ დამიმალო ყველაფერი მითხარის რა 2 კლასიანი სოფლის ხო ისინი რა სიტყვია და აი რაღაცნაირად ხდებოდა რომ ეს იცის ყველაფერი თან არ იცის რომ არის გენიარი მანელი ალბათ ეს გენიოსების თვისება არის ეს იმიტომ არც ერთი გენიოსი სოფლიოს მასშტაბით არ ყოფილა ნამდვილი გენიოსი რომ ხო ნამდვილი გენიოსი კი აი ისტორიის გამარდება რომ არ კონდეს ეჭვი თავის გენიალობაში ხო და ესე ბუნებრივია ეს გენიოსთა თვისება და აი ეს აი ის გახსოვს ხო ის ლექსი თვარის შუქი ბაღსეფინა კარგად ახლა ხმათ არის ყველაფერი არის ძლიერ კარგად ყველაფერი ძლიერ კარგად ყველაფერი ძლიერ ცუდად არის ხო აი ეს არის რაღაცა რეფრენი მისი ცხოვრების ხო მისი ცხოვრების რაღაც აი თანს დევს ეს ტრიქონები იყო აი დაუცველი ადამიანი იყო შინაგანად ეს ნიღბის სტარება რომ დაჭირდა ხო მას დაჭირდა არა სხვას ეს რომ მართლა ლოთი ხო არ იყო გალაქტიონი ყველამ ვიცი ხო ხო ცნობილი ფაქტია ხო ეს ცნობილი ფაქტია ის ლოთიანი კი რატო ეპოქა ნიღაბია ხო ეს არის ნიღაბი ცხადია ხო და ახლა პოეტმა თავის ამ ტიპის ნიღაბზე უნდა იფიქროს თუ თავის ხო და თანაც იმდენად შრომატევადი იყო ეს მისი სამუშაო ის კი არა რომ აი გალაქტიონი დათვრებოდა ლექს დაწერდა და სტრიქონს გაოგდებით აი მისი არქივი რომ ნახოთ
იმდენი შრომაა ჩადებული, რამდენი ვარიანტია თითოეული ლექსის. გადახაზული მიწერილი, გადახაზული ის ყველა ვარიანტია თითოეული ლექსის 16 ვარიანტია ბოლოს და ბოლოს. უამრავი, აი ერთი ლექს ვერ ნახავთ, რომ ერთ ლექს რო იქ ვარიანტები არ იყოს. თანაც გაგიკვირდება იმდენად ბევრია და იმდენად კარგია, რომ აი არჩევა. და ჟანრობრივადაც, თემატურადაც, ანუ ყველაფერს ეხება აბსოლუტურად, ხო, ნებისმიერ მოვლენას, მსოფლიო მასშტაბით იქნება ეს თუ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კი, ყველა რა თქმა უნდა, სიყვარულთან აიგივებს გალაქტიონ ტაბიძეს მისი ლექსებიდან გამომდინარე, ისე იმღერება თითოეული ლექსი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ვარიანტი ყოფილიყო ამ ლექსის შექმნისა, საბოლოოდ მაინც ისეთ ფორმას ნახულობდა, რომელიც ყველას გულთან მისავალი იყო და შესაბამისად ეს თემატური მრავალფეროვნება, სადაც ასევე იყო წარმოდგენილი მისი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებული ვითარებისა, ხო? ასევე საინტერესო არის მისი დამოკიდებულება ზღვასთან, რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა ითქვას იმ ანდერძის სახსრულების შესახებ საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით, სხვა და ქართველები, რომელიც ბათუმში ჩატარდა, ასე ვთქვათ და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად გაგრძელდება და ასეთ სახეს მიიღებს. ამ კუთხითაც რომ ვისაუბროთ, ქალბატონო ნინო, რომ აი უფრო მეტად რას უთმობდა ყურადღებას. პოეტს სურს რაღაც და ის მის სიცოცხლეში ვერ აღსრულდება. ჩვენ მოვალე ვართ, ხო? პოეტთა მსახურებს უწოდებთ ჩვენ თავს, რომ აღვასრულოთ ის. ეს იგი ანდერძი არ არის, რომ უნდა დატოვა ეს სიტყვები და ვერ მოასწრო მის აღსრულება და ეს სხვა და ქართველები ზუსტად ამას მიეძღვნა მის აი ამ სურვილს, რომ ბათუმში, სწორედ ბათუმში დაარსებული იყო ეს ფესტივალი და ეს სხვა და ქართველები ეს სათაური არტურ ლაისტის წერილის, რომელსაც თვითონ საუბრობს და ახმოვანებს ამ წერილს და რაღაცა ეს რაღაც დიდი პატივია, ხო, მისი ანდერძის ასრულება, რომც მოიდომოდა, რომ გამოგივიდეს რაღაცნაირად ეს მე დიდ პატივად ჩავთვალე და ალბათ კიდევ აქვს მას ანდერძები თავის უბისიგნაკებში გაბნეული, ალბათ კი არა აქვს და ის ძალიან ბევრს ფიქრობდა, ის არ არის, რომ მხოლოდ ცაში დაფრინავდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა საქართველოზე და ტკივნეულად ფიქრობდა სხვათა შორის და თამამად ფიქრობდა. ეს არ იყო შიშარა კაცი გალაქტიონი, ეს დაამტკიცა ბევრი რამით, დაამტკიცა მან ეს იგივე ვინეკარებოდა მაშინ უშიშროებისში უკვე დამწყდებულ ადამიანებს, ხო? ხალხი ვარს ამბობდა ქმარზე, შვილზე, შოველზე და წერილი დატოვა მან უშიშროებაში, რომ русское язык, иматвис гасагебат. Нет, моя жена Оля Окуджава никогда не была трацкисткой. Да, амас асабутებს და ამუნათებს იმ ხალხს. ეს არ არის ადვილი. არ არის ადვილი და ეს არ იყო მხოლოდ ლირიკოსი, ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და აი ამ ძლიერი ადამიანისგან თვითმკვლელობა ეს როგორ და მე გავეცანი მასალებს საგამოძიებო მასალებს თვითმკვლელობის თუ თვითმკვლელობას უწოდებთ მას და სოციალიზმის ამაზრზენია რაღაცა ის ექიმების დასკვნები სამედიცინო ტერმინოლოგიით ახლა გალაქტიონს და პოეტს კი არა აი რაღაცას რომ აი ხო რაღაცა რომ რაღაც რომ ტრაუმული შოკი რომ ეს ვარდნისგან მოხდა ეს დაჟეჟილობები და ეს ყველაფერი დაეცა თუ არა მაშინვე სული განუტევა და ეს არის აღწერილი რაღაცა სამედიცინო რაღაც ისეთი ჩვენთვის გაუგებარი ტერმინოლოგიით, მაგრამ ყველაფერი მეტაფორაში რო გადაიტანო, იქ არის ესეთი
ფრაზა გამოციკდილი მდგომარეობა გამოწვეულია სიმაღლიდან ვარდნით. ხო შეიძლება ეს მეტაფორაში გადაიტანო, ხო სიმაღლედან ვარდნით. აი ეს იყო მისი ალბათ სიკვდილის მიზეზი და იქ გამოკითხვა არის იქ ექთნების, ექიმების, აი მაგალითად იქ არის ქირურგიული განყოფილების გამგე, რომელიც ამბობს, როცა მოიყვანეს galaktioni არ დააწვინეს ორ კაციან პალატაში მესამე საწოლი ჩაუდგეს და კი იყო იქ კარგი პალატები მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული საპატიო ხალხისთვის მაგალითად ერთ-ერთ პალატა ლუქსში უნივერმაგის დირექტორი იყო galaktioni და ის რომ შეიყვანეს galaktioni ის შეწუხდენის ავანტყოფები და galaktioni თან მორიდებული და არც შედიოდა თურმე არ შედიოდა იქ და მე იქ თან ამბობს შეხვდა როგორ ძანე კარგად ვარ ყველას ეუბნება მე ექიმი ფალავანდიშვილი როგორ ძანდებით ბატონო galaktioni ეს ყველაფერი იქ დაკითხვის ოქმებში კარგად ძალიან კარგად მეკცევიან აი არაფერს აუქს არ ამბობს მათ. კარგად ყველას ეუბნება კარგად, აი როცა ისიც აღწერილია რომ მიიყვანეს პიჟამო ჩააცვეს ასე პიჟამოს უწოდებდნენ ამ ტანსაცმელს ავანტყოფის და ეს ყველაფერი როგორ და არც აპირებდა ის სიკვდილს, იმიტომ რომ ძმისშვილმა მიიყვანა იქ და იმას წადი გამომცემლობაში წიგნების ის დამირეკეს არ აპირებდა ეს ფაქტია რომ არ აპირებდა და ესე მოხდა და ამ 17 მარტს სულ ის მახსენდება მურმანის ეს ლექსი ლუბანიძის ცნობილი ეს ლექსი რომ ყვავილების მდინარეს კუბოცისკენ ვიქონდა იწვა galaktioni და თავისთვის ფიქრობდა. დიდი მადლობა ქალბატონო. ხო, რაღაცნაირი galaktionis საუბარი ყოველთვის სხვანაირია. ვერას ვერ ლაპარაკებ ჩვეულებრივად. ვერც იფიქრებ, ვერც მოусმენ. ვერასდროს. ესეთი თვითონ იყო ესეთი, იმიტომ რომ ვერასდროს ვერაფერს ვერ შეადარებ. იყო galaktioni, აბრუ სხვა თავის ადგილას. ნინო ხოფერია კინოდოკუმენტალისტი, ბათუმის galaktion დაბიდის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ზღვა და ქართველების დამფუძნებელი. დღეს ვიხსენებდით. გენიალურ galaktionis, რომლის ტრაგიკულად გარდაცვალების დღეა, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობთ. ნახვამდის.